Dalocvili გამყოფოთ მაღალმა ღმერთმა. დღეს მოდაში შემოვიდა ქართველი ეთნოსის ლანძღვა გინება რა ფორმით? რომ ქართველები არიან ზარმაცები, რომ ქართველები არ უყვართ შრომა, რომ ქართველები ნარკომანობენ, პლანაკეშობენ, გარყვნილები არიან და ამიტომ რა ქნას ბატონო ბიზნესმა უნდა შემოიყვანოს უცხო ტომელები და ისინი უფრო პატიოსნად შრომობენ. ეს ტექსტი ბოლო სადღაც 1 წელიწადია უკვე მასიურად მიმდინარეობს ამ ტექსტის კულტივირება ჩვენ საზოგადოებაში. და რა თქმა უნდა ეს ტექსტი ხელისუფლებიდან მოდის, იმიტომ რომ როგორმე გაპრავდეს ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიცია, წოდებული არაბული ინტერვენცია. რომ გაპრავდეს, რომ ქართველების სინამდვილეში ვართ ცუდები. მაგრამ თუ ჩვენ ერთი შეხედვით სადღაც ასეც არის. ჩვენი ახალგაზრდობა განარკომანებულია, გოგონებს უფრო მიდრეკილი არის კლუბებისკენ სიზარამ, ყველაზე რა თქმა უნდა არ ვსაუბრო, ბუნებრივია, ღმერთმა დაემპყროს, მართლა არის ასეთ მდგომარეობა, ძიმე მდგომარეობას ნეობური და სულიერ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ის რომ ქართველი ერი არის ზარმაცი, არის ტყუილი და რას გულისხმობ? საქართველოში უკვე ათეული წლებია მიზანი მიმართულად ხდება სიტყვა სოფელის დაკნინება. მიზანი მიმართულად ხდება ის, რომ თუ სოფელში წლების განმავლობაში ვინმე რაღაც პატარა ბიზნესის ქმედებას, მოძრაობას დაიწყებს, რომ ამ ბიზნესს არ ქონდეს პერსპექტივა, ჩაიძიროს ის ასეთი სახის მოძრაობა, სამეურნეობო საქმიანობა და ასე შემდგომ და რადგან ქართველი ადამიანი იძულებული გახდეს დატოვოს სოფელი და წავიდეს თბილისში და თბილისი გადაიქცეს თავკომბალად ქვეყნის, ან საერთოდ დატოვოს ქვეყანა. სახელმწიფო პოლიტიკა მიზან მიმართულად ეწევა ქართველების მიზან მიმართულ გადინებას ქვეყნიდან და მიზან მიმართულ გადინებას პირველ რიგში სოფლიდან. დღეს სოფელი კვდება და არავინ არ არის მოტივირებული სოფელში აწარმოოს პროდუქცია. იმიტომ რომ რეალიზებას ვერ ახდენს და თავს ვერ ირჩენს. ამიტომ იძულებულია დატოვოს ქვეყანა ან გადავიდეს დედაქალაქში. შესაბამისად ეს არის მართული პროცესი მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, რომ ქართველი ადამიანი წარმოჩინდეს როგორც ზარმაცად. მას დაეკარგოს მოტივაცია შრომის. ხელოვნურად კეთებას სოფლიდან გაიყვანეს ხალხი და შედენეს მიზან მიმართულად ურბანიზაციის პოლიტიკის შედეგად შედენეს ეგრეთ წოდებულ ასანთის კოლოფებში, ანუ კორპუსებში. მე მას უწოდებ ასანთის კოლოფებს. სოფლიდან ასანთის კოლოფებში. რამაც გამოიწვია ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ვართ ჩვენ. ასე რომ მეგობრებო, ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ათეული წლებია ეს სამივე სისტემა შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის რეჟიმები მიზან მიმართულად ეწევა მიზან მიმართულ სულიერ თუ ფიზიკურ გენოციდს. დამცირებას, ქართული ღირსების შელახვას, ეს არის მიზან მიმართული პოლიტიკა. ქართველი ხალხი არ ზარმაცია და არც ასე შემდეგ, უბრალოდ ეს არის მსხვერპლი. და თუ ქართველი ხალხი მიხვდება გააცნობიერებს ამას, პრობლემა ჩვენ ის არ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ამას, რაც გვიკეთებენ, თუ ქართველი ადამიანი ამას მიხვდება და შეძლებს დაორგანიზებას, შავს დაარქმევს და თეთრ-თეთრს ყველაფერი დაალაგდება. ჩვენ ყველანაირი მონაცემები გვაქვს, ვიყოთ არა მარტო მდიდრები, არამედ ღირსების დროშა გქონდეს მთელ რეგიონში ქართველებს აღმართული. ჩვენ შეგვიძლია ეს და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. ერთმა დალოცვილი გამყოფოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ უფალმა.